ეს ბოლო პერიოდი წმინდა ისააკ ასურის სიტყვებს ვკითხულობთ და ძალისხმევ განმარტავთ და დღესაც გავაგრძელებთ. კითხვა იყო ესეთი, თუ ადამიანი როგორ იბრძვის ცოდვასთან და ერთ-ერთი პასუხი, ერთ-ერთი ფორმა ბრძოლისა, ინსტრუმენტი ამ ბრძოლისა იყო მარხვა და მარხვაზე ვსაუბრობდით და ისააკ ასური აგრძელებს. ნახეთ მარხვას როგორ აქებს. და აქედანაც უკვე მივხვდებით, რომ მარხვა უბრალოდ დიეტა არ შეიძლება იყოს. მას ძალიან საიდუმლოებრივი და ღრმა დანიშნულება აქვს. როგორ ამკობს ისააკ ასური მარხვას. მარხვა ყოველი სათნოების დამცველი ზღუდია, ღვაწლის დასაწყისია. აი მართლაც ადამიანი რომ მოდის ეკლესიაში, პირველი რასაც ვეუბნებით, რომ ოთხშაბათი პარასკევი და რომ მარხვებში რას ნიშნავს მარხვა? რომ ხორცეული და რძის პროდუქტები არ ჭამო. აი და სამწუხაროდ ადამიანი ბერდება ეკლესიაში და გონია რომ ხორცეული და რძის პროდუქტები რო არ უნდა ჭამო, მარხვა ეს არის ერთგვარი დიეტა. გესმით, მაგრამ მარხვა დიეტა არ არის. რა თქმა უნდა, ხორცი და რძის პროდუქტები არ უნდა ჭამო, მაგრამ ეს დიეტა არ არის. გესმით, ამაშია საქმე. თავიდან ასე ვეუბნებით, ასე ვსაუბრობთ, გესმით, მაგრამ მე ადამიანმა ეს ყველაფერი ღრმად უნდა გაიაზროს და გაანალიზოს, ოღონდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ადამიანი მართლა ქრისტესთვის არის მოსული. მართლა ქრისტესთვის არის მოსული. და ნელ-ნელა ის სხვა გზა არ აქვს, უღრმავდება და უღრმავდება და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას საღვთისმეტყველო პრაქტიკული თვალსაზრისით საღვთისმეტყველო განათლებას იღებს. მიუხედავად იმისა, რომ არც თეოლოგი შეიძლება იყოს და არც სასულიერო პირი. მარხვა ყოველი სათნოების დამცველი ზღუდია, ღვაწლის დასაწყისია, თავშეკავების გვირგვინია, თავშეკავების გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს. გასაგებია, თავშეკავების გარეშე საერთოდ რამე არსებობს? რამე ღირებული შეიძლება არსებობდეს თავშეკავების გარეშე? არაფერი. ვერაფერს ვერ მიაღწევ ადამიანი თავშეკავების გარეშე. ქალწულობის და სიწმინდის მშვენიერება, ქალწულებას უფრო ფართე მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სიტყვა ქალწულება გამოხატავს. ეს არის მთელმცნობიერება. ანუ როცა ადამიანი არ არის დაშლილი თავისი სხვადასხვა შემადგენლობებით, აი გული, გონება, ხორცი, ფსიქიკა და ასე შემდეგ. ერთ თლიანობას რო წარმოადგენს და ეს თლიანობა კონცენტრირებულია შემოქმედზე. ეს არის მთელმცნობიერება და ქალწულება ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ახლა ეს როგორ არის, ამის განმარტებას არ შეუდგებით, ეს კიდევ სხვა თემა და ამიტომ. და სიწმინდის მშვენიერება. აი ფაქტობრივად იმეორებს კიდევას, მთელმცნობიერების ნათელია. ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისია, ლოცვის დედა. მთელმცნობიერების კვლავ აგრძელებს და სიბრძნის წყაროა, მდუმარების მასწავლებელია. მდუმარება მრავლის მეტყველება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა თანამედროვე, საერთოდ ყველა ადამიანის და ჩვენი გვჭის თანამედროვე ადამიანის. ჩვენ იმდენ სიტყვას ვიყენებთ, სულ ტყილა უბრალოდ, რომელიც არაფერში საჭირო არ არის, არაფერს არ გვმატებს, არაფერს არ გვძენს, არაფერს არ გვასწავლის, არ ჩვენ არ სხვას, მაგრამ ამ სიტყვებს ჩვენ სამწუხაროდ ყოველი კეთილი საქმის წინამორბედია. როგორც ჯამთელი თვალებისთვისაა ბუნებრივი სინათლის სურვილი, ასევე გონიერებითა და განჯით აღსრულებული მარხვა ლოცვის სურვილის აღმძვრელი. ნახეთ, ლოცვის სურვილის აღმძვრელია მარხვა, მაგრამ როგორი მარხვა? გონიერებით და განჯით. სხვათა შორის ყველა სათნოება ესეა. სათნოება უგუნურად აღსრულებული იქცევა ბოროტებად. ამიტომ თუ ადამიანს არ აქვს განჯის უნარი, ნებისმიერი, მათ შორის ლოცვა, იგივე მარხვა, ნებისმიერი ქველმოქმედება გნებავ, ნებისმიერი სათნოება თუ უგუნურად აღსრულდა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს განჯის უნარი, ეს სათნოება, ანუ სიკეთე ბოროტებად იქცევა, ამიტომაც ანტონ დიდი ამბობს და კიდე სხვა ბევრი წმინდანი თუ არ ვთქვი ისააკ ასურიც, რომ განჯის უნარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სათნოება, რომლის გარეშეც ყველაფერი წყალში იყრება. საიდან მოდის ადამიანს, საიდან ეძლევა განჯის უნარი? ეს არის ქრისტესადმი ერთგულებით იწყება ეს ყველაფერი, მერე პირადი გამოცდილებით, ეკლესიაში მყოფობით და გარკვეულად შეიძლება ითქვას ღვთის ნიჭიც არის ეს.
ასე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და თუ ადამიანს ამის დეფიციტი აქვს და ზოგ ადამიანს აქვს ამის დეფიციტი, ზოგი ზოგს გამოუცდელობიდან გამომდინარე აქვს ეს დეფიციტი და ზოგს უბრალოდ ნიჭი არ მიეცა, ამისათვის უნდა ყავდეს ბოძღვარი და მნიშვნელოვანი საკითხები მასთან უნდა შეათანხმოს, თუ ადამიანი ვერ ხვდება ესა თუ ის სათნოება როგორ და რანაირად აღასრულოს.